მიხდი ბოდიში $20 არის რისი, ono ოფიციალურად $20. რამდენი არის ოფიციალური? ანუ მიხდი მაშინ როგორ მიხდი, ანუ $20-ზე მეტი რას არის, ნაწილი მიდის მთავრობა ოფიციალური და დანარჩენი რა არის? მარა გარანტი? მე მოვალ ეს 100,000 ნაწილი რო შენ როგორ მითხრა, ანუ გინდა წინაც არ უშავს, მე პრობლემა არ მაქვს, ხელშეკრულებას გარეშე არ არის პრობლემა, არაფერი, და ეს კაცი $1 არ მიეცი წინაც არის, სანამ სტატუსი შენ შეცვალა. მე ვარ ფერზეპი შეიძლება. ვინ არის ეს დებილი რო იხდის ეს ფული? მე ვარ ატვიჩაი. მე გიდგები თქვენა პასუხისმგებელი. ანუ ეხლა 60 მოგცემ $100, 60,000, ეს 70,000 და ნახე ეს კიდე სულ ახალი. და ეს $80,000. ხო. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე. გამოძიების ცნობით, ამ ეტაპზე გამოვლენილია, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გალავანში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ჯამში 2 ჰექტარი ფართობის 2 მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის, კერძოდ სასოფლო-სამეურნეო სტატუსიდან არასასოფლო-სამეურნეო სტატუსზე გადაყვანის სანაცვლოდ დაკავებულმა პირმა უცხო ქვეყნის ერთ-ერთ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვა $400,000, საიდანაც მისთვის წინასწარ უნდა გადაეცა $100,000. ბრალდებულის განმარტებით თავად ექნებოდა გარანტი, რომ ორივე მიწის ნაკვეთს შეეცვლებოდა მიზნობრივი დანიშნულება. 2025 წლის 5 სექტემბერს დაკავებულის მოთხოვნით უცხო ქვეყნის მოქალაქემ $400,000-დან მას წინასწარ გადასცა თანხის ნაწილი $80,000, რომლის ამსახველი ფაქტიც ფარულად იქნა გადაღებული. დანაშაული 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.